ქართულ ბაზარზე უცხოეთიდან ამანათების ტრანსპორტირებისა და მიწოდების გაიაფების მოლოდინია. საფოსტო და საკურიერო კომპანიებში ამბობენ, რომ სექტორში კონკურენცია მაღალი ტემპით იზრდება, რაც ფასებზე ზეწოლას ახდენს. კომპანიებში მიმდინარე წლის შედეგებზე მიღებული და გადამუშავებული საერთაშორისო ამანათების მატებაც მიუთითებს, თუმცა პარალელურად ქართული ონლაინ მაღაზიები გამოწვევის წინაშე არიან. ელექტრონული კომერციისა და საერთაშორისო გზავნილების ბაზრის მიმოხილვით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. გამარჯობა, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. ქვეყანაში როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზებით მიღებული ამანათების რიცხვის ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. მართალია მიმდინარე წლის დასრულებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, თუმცა საფოსტო და საკურიერო კომპანიებში 2025 წელს პოზიტიურად და დინამიკურად აფასებენ. ამბობენ, რომ წლიურად ამანათებში ზრდა საშუალოდ 10-დან 20%-მდე აქვს, კვარტალური ზრდა კი დაახლოებით 7%-ის ფარგლებშია, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამანათების მზარდ დინამიკას ბიზნეს სექტორი უმეტესად იმ უცხოურ პლატფორმებს უკავშირებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე პირდაპირ გზით შემოვიდნენ და ქართულ მომხმარებელს ონლაინ ვაჭრობა ქართულ ენაზევე შესთავაზეს. აქ უმეტესად საუბარია ჩინურ პლატფორმებზე, შესაბამისად საფოსტო და საკურიერო ბიზნესში ამბობენ, რომ გზავნილების რაოდენობით ლიდერ პოზიციაზე ჩინეთი იმყოფება, მას შემდეგ პოზიციებზე ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი მოჰყვებიან, თუმცა ამანათები გაზრდილია ევროპული სახელმწიფოებიდანაც. რაც შეეხება ტარიფებს, ამჟამად ამანათების ჩამოტანის და მიწოდების ფასები სტაბილურია, წელს ფასების მატება არ დაფიქსირებულა და მეტიც კომპანიებში ელიან, რომ სექტორში გაზრდილი კონკურენციის ფონზე ქართულ ბაზარზე უცხოეთიდან ამანათების ტრანსპორტირება და მიწოდება გაიაფდება. დარგის წარმომადგენლები გამოწვევებზეც საუბრობენ და ისევ არასაკმარის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე მიუთითებენ, მათივე შეფასებით მოზღვავებული ამანათების რიცხვს ინფრასტრუქტურა ვერ ეწევა, გამოწვევა ადამიანური რესურსის სიმცირეც. ტემპი, რომელიც წლის დასაწყისში იყო აქტიური ვაჭრობის, საერთაშორისო ვაჭრობას გულისხმობ ამ შემთხვევაში შენარჩუნდა წლის ბოლომდე და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ესეთი კარგი და ეფექტური დასასრული ექნება ამ წელს ამ კუთხით. ძალიან ბევრი კონკურენტი გაჩნდა არა მარტო ქართულ ელექტრონულ კომერციაში, არამედ მთლიანად ზოგადად მსოფლიოში. ძალიან მზარდია ეს ბაზარი წარმოუდგენლად, იმიტომ რამდენიმე წლის წინ ალბათ მხოლოდ შეიძლება ითქვას, რომ ამაზონი ვიცოდით. დღეს დაწყებული თემუდან, ალიექსპრესიდან, ამაზონები, ტრენდიოლი, ანუ თურქული ელექტრონული კომერციის გიგანტი. ძალიან ბევრია ასეთი, მზარდია ეს ბაზარი საკმაოდ. შესაბამისად, ფასი კი არ გაიზრდება. მიწოდების ფასი პირიქით დააკლდება, იმიტომ რომ როცა მაღალია კონკურენცია, ის არეგულირებს თავისით ფასს, ხო, საბაზრო ეკონომიკის ხიბლიც ამაშია. შესაბამისად, თავისუფალი ბაზარი უზრუნველყოფს იმას, რომ მივიღოთ კარგი მომსახურება და იაფი ფასები. საერთაშორისო ამანათების გაზრდის ფონზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული ადგილობრივი გზავნილები, რაზეც სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს. მაგალითისთვის 2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 228 მილიონი ლარი შეადგინა, შემოსავლის 68% საერთაშორისო საფოსტო საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა, ხოლო 32%-ს ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. ამ შედეგებიდან გამომდინარე ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართული ელექტრონული კომერცია კრიზისის ფაზაშია და დარგი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად ვითარდებოდა, დღეს ყოფნა არ ყოფნის წინაშე დგას. მისივე განმარტებით მიზეზი არაჯანსაღი კონკურენცია, რის გამოც უკვე ბევრი ადგილობრივი ონლაინ მაღაზია დაიხურა. კერძოდ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმები საქართველოში კომერციულ საქმიანობას ეწევიან, თუმცა ადგილობრივ ბიზნესთან შედარებით გადასახადებს თითქმის არ იხდიან. დაახლოებით 3-ჯერ დიდი არის საერთაშორისო გადაზიდვები, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით შეგვიძლია ვივარავდოთ უпростоრად, რომ მომხმარებელთა 3-ჯერ დიდი ნაწილი ირჩევს ამ ეტაპზე საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებს, ვიდრე ქართულ ონლაინ მაღაზიებს, რაც საკმაოდ დიდი დისბალანსი არის აი ამ განაწილებაში ბაზრის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ გაზრდილი კონკურენციის ფონზე ქართული ონლაინ მაღაზიები ყოველწლიურად მცირდებიან ბოლო 2 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში ეხლა შევიდა ქართული ელექტრონული კომერცია ბოლო 1 წლის განმავლობაში, ვინაიდან ეს კონკურენცია კიდევ უფრო გაზრდილი არის ბაზარზე, ისეთი მოთამაშეების შემოსვლით, როგორიც არის Temu, Wildberries, Ozon.ru
და შინი და ასე შემდეგ. ანუ ეს ბრენდები საკმაოდ აქტიურად პოზიციონირებენ საქართველოში. ისინი ფაქტობრივად თავიანთ სერვისებს ქართულ მომხმარებელს თავაზობენ პირდაპირ, მათი ლოგისტიკური ესე ვთქვათ პროცესები საკმაოდ აჩქარებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც კი ჩამოუვარდება ქართული გადაზიდვის ნაწილს, ანუ ძალიან სწრაფად ხდება ამანათების მიწოდება, რაც შესაბამისად, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ კონკურენტულ უპირატესობაში აყენებს მათ, ვინაიდან მათი პროდუქცია ძირითადად გათავისუფლებული არის აი საბაჟო რეგულაციების ფარგლებში დღეისათვის საფოსტო სტატუსის ფარგლებში 300 ლარიანი შენაძენი მოგეხსენებათ რომ 300 ლარამდე შენაძენი გათავისუფლებული არის დღე-დღისგან. აქვე კვლავ საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებულ საწარმოებზე მოგაწვდით ინფორმაციას და გეტყვით, რომ მათ 2024 წლის განმავლობაში 13 მილიონზე მეტი ამანათი მიიღეს და გადაამუშავეს, დარგში დასაქმებულთა რაოდენობამ კი 4000 ადამიანს გადააჭარბა. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.